ამ ადგილას უკვე მესამედ დავბრუნდით, სადაც რაღაც უცნაურობები ვიპოვეთ. რასაც ორივე ვიდეოში კომენტარების უმეტესობა რაღაც სატანისტურ რიტუალს მიაწერდა. ამჯერად გადავწყვიტეთ, რომ დავრჩეთ არა მანქანაში ტყის გარეთ, არამედ ზუსტად ამ ადგილას, სადაც ეს უცნაურობები ვიპოვეთ და გავატაროთ სრული 24 საათი. დღისით რაღაცამ ძალიან გამოგვირვა, რაც ადგილზე დაგვხვდა, მაგრამ ის რაც ღამით მოხდა, ბევრად მოულოდნელი და უცნაური იყო. ყველაფერი თავიდან ქიმერამ გაიგო. Bicho პირდაპირ იყო სადღაც იქით. მაგერა. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურეთ BBR-ს. გამარჯობათ მეგობრებო. ქიმერა და ლუკა არიან აქ. ჩვენ დავბრუნდით მე და ქიმერა ამ ადგილას უკვე 4 თვის შემდეგ. ზუსტად გავიდა 4 თვე. ლუკა აქ ნამყოფი არ არის. პირველად რამდენი წელი ვიყავით პირველად? 2 წლის წინ ალბათ. ხო. და მესამედ ვართ ახლა რა. უკვე მესამედ ვართ. მიხვდები სადაც ვართ, ინტროდან მიხვდებოდით. დღეს ვაპირებთ უკვე მანქანაში დარჩენას კი არა, პირდაპირ შევაჭრათ იქით ტყეში, კარვებით და ზუსტად იმ ადგილას დავრჩეთ, სადაც მაშინ ის რაღაც უცნაურობები ვიპოვეთ. ჩაუჯექით მეგობრებო ამ ვიდეოს და არ გამოტოვოთ არც ერთი წამი. იმედია საინტერესოდ წავა ყველაფერი. რაც თავარია ცოტა მშვიდად. მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ გდანის მეხუთე მიკროში, ჯაბიძის ქუჩაზე, გაიხსნა სამშენებლო მაღაზია შენიბუდე. სადაც თავმოყრილია სამშენებლო იარაღები, მასალები და სხვა 1000 წვრილმანი, რაც ამ საქმეში ნამდვილად გამოგადგებათ. დღეს ძალიან ბევრი არ გვაქვს გასავლელი, ამიტომ იარაღი ტყუი და ჩანთაზე არ დავამაგრე. რაც გვაქვს, ყველაფერს შემოვიტანთ. უნდა დავჩეთ დღეს უკვე ტყეში მანქანისგან შორ, ზუსტად იმ ადგილას, სადაც მე და ქიმერა მაშინ ვიპოვეთ რაღაც უცნაური ნივთები. დღეს თავდაცვისთვის მექნება ჩემი იარაღი, რომელიც მაქვს კალიბრიდან. ხო, ლუკა, აქ უნდა გავშალოთ პირდაპირ რა. მოკეთ გავაგზავნეთ მეგობრებო გზას. ზუსტად იმ ადგილას რომ მივართ, იქნა ჩაგერთვებით. მეგობრებო, ზუსტად მაგ ადგილას მოვედით ჩვენ სამი და ეს ორი ხე იყო გვახსოვს რა. მე და ქიმერას, ქიმერა ახლა ამზადებს თავის კამერას რამე, მაგრამ არც ამაზეა არაფერი. არც ამაზე, ეს ხე გახსოვთ უეჭველი გადამული ხე რო იყო რა. კიდე გახსოვს ერთი ხე, ის დამჭნარი ხეა. ერთი ხე, კი ხო? სადღაც მოშორებით იყო, რაღაც ჩამონაღვენთებივით რო იყო ხეზე. და ის ნაჭერი რო ვიპოვეთ რა. და მაგებს ჯერ აქ კარგად ცოტა მოვასუფთავოთ კარვის ადგილი. ჩვენი რაღაცები დავაბინავთ და მე დავიწყებთ ტყის დათვალიერებას თუ დახვდება ისევ ის რაღაცები, იმიტომ რომ ამ ორ ხეზე საერთოდ აღარ არის. არ დაგახსოვთ თითქმის 2 წლის მერე ამ ხეზე იყო ისევ რა, ჩვეულებრივად დამაგრებული ამაზეც და დღეს არაფერი არ დახვდა და ნახოთ იქით თუ იქნება საერთოდ რამე. ექვსი წელი გავიდა ძმა. აჰა, ეს გაშალე რამეა. გავშალეთ კარვები, შევალაგეთ ნივთები რამე და ახლა უნდა დავიწყოთ თვალიერება უკვე. ხო, მიახლოებით გახსოვს რომელი ხე. კი, ანუ ეს ხე შანსი არა დაგვიწყებოდა. ნახეთ როგორია, აქ იყო სადღაც გაჩხერილი ის რაღაც და არ იყო. ძირსაც არ ეკდო რა. ეს ხეც აქ იყო დამაგრებული ზამთარი, გაზაფხული, რამდენი სეზონი გაიარა, არ იყო ჩამოგდებული და ამ ზაფხულს რამ ჩამოაგდო არ ვიცი, ძირსაც არ გდია. და როგორც მახსოვს, ჩამოგვენთილები იყო. კი. ყველაფერი. ეგეც აღარა. ლაკაც არ ეტყობა. აი, წამოდი აბა იქით ნახოთ. შეგეძლიათ წინა ვიდეოსაც უყუროთ, მაინც ადგილებს რო მიხვდეთ რა ასე თუ ისე. ეს ხე იყო ხო ქიმერ? ეს ხე იყო? კი. აი, ამ ხეზე იყო ის რაღაც, ჩამოღვენთილები იყო. აი აქ გაშავებული კვალი არის. ამ ხეზე არ ეკიდა მე როგორც მახსოვს. თუ ეკიდა და მით უმეტეს ეხა არაფერი არ არის. აქ ხო ის რაღაცა იქ ნაჭერისავით თუ რაღაც. ხო, არც იგარები. სარგაკაკი მაგრამ. და მეგობრებო, არ ვიცი, იმ ვიდეოს კარგად ვიც უყურეთ და გახსოვთ, აქ იყო თეთრი ჩამოღვენთილები, რაღაც სანთლის მაგვარი რა. რაც უკვე საერთოდ აღარ არის გაქრა. აქ იყო ნაჭერი, მაშინ აქვე დავაგდით, მე და ქიმერას არ აგვიღია.
ეგეც აღარ არის. არა, შანსი არა თქო. ერთი ხე კიდევ ეს იყო, სადღაც იქე კიდა რა. ის სამკუთხედი რაღაც, მაგრამ ეგეც არ არის. და ეს ხე არ ვიცი თუ გახსოვთ. ეს ხმელი ხე შანსი არ არის როგორ გახსოვდეთ. ამაზეც ეკიდა, ესენი მახსოვს. შავი ისინი რო იყო წერტილებივით. მეტი მახსოვს, აი. ისეთ ჩანს ცოტა მკრთალად. ქიმერ, თითქოს ეს შავი ისინი ცოტა გამკრთალებულია ლაქები. აი. დაც არაფრის ყალია რა, ლაქების გარდა. ლაქების გარდა არაფერი არ არის, აქაც ეკიდა ზემოთ. გახსოვს რო ავძვერი მე? ხო. აქ სადღაც დავაჭედე მაჩეტე თუ ნაჯახი და ისე ავძვერი, მაგრამ აღარ არის. ძირსაც არაფერი არ გდია მეგობრებო. რო კარგად გავქიქეთ, არსად არაფერი არ არის რა. მე და ქიმერა ვარაუდობთ, რომ შეიძლება ვინც გააკეთა, იმანვე წაიღო. შენ რას ფიქრობ, ლუკა? მეც მასე ვფიქრობ, იმიტომ რომ მეტი რავი აქ არაფერი არ ჩამოვაგდა და ვაფშე. რომს ჩამოეგდო რამე სიტყვაზე ამინც ან ცხოველს ან რამე ძირსვე ხო ეგდებოდა, ცხოველი ხო არ წაიღებდა ამინდი. და არაფერი აღარ გდია და შეიძლება მაგრამ ვინც გააკეთა, იმანვე წაიღო. და რო ვიდეოები დავდეთ უკვე ორი ვიდეო, მე ორი ქიმერა. აისონი გამწარებული ხრის რაღაცას რაც აქ მოვიქცი. არით აისა. რას მიეკენი? და მიდი თხარი იქნება ცოტა ენერგიები დახარჯო. აისო მანახი აბა რას თხრი? რაღაც ისონი იქ ალბათ. იმედია ისევ რაღაც ნაჭერი არ იპოვა. გაერთი. მეგობრებო, ყველამ საქმეები გადავინაწილეთ და მე პირადად ახლა ფილეები უნდა შევკაზმო, რომ შევწვათ მერე. ეს კარგად წავა, ესეც კარგად წავა. სანორმალილი გიყვართ? კი. კარგა გინდა მოვაყავო. აი ჯამლაში არ იყოფოს და ხოლმე. არა, ხო იცი სანორმალილი ისეთი არ არის. აბა ახლა ჩამოგითვლით წითელი წიტაკა. წიწაკა მოვაყარე, უეჭველი. პერცე რა? არა. ძალიან ბევრი არა. ისე. და კონდარი მაქვს და ორეგანო. ოი, მაქვს ეგეც ქიმერ, კი. ხო, ეგეც. შავი წიწაკა. ჩათამს ეგეც ხდება. რამდენიმე კვირა ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელიდან ლაშქრობაზე არ წამომიღია და მაგრად მომენატრა Beavercraft-ის დანა. ამათივე ნაჯახი წამოვიღე დღეს. და ისე გეტყვით, ვისაც ასეთი რაღაცები გიყვართ. ერთმა გამომწერმა იყიდა. ამ ვიდეოს აღწერაში ჩავსვავ ლინკს, შეგიძლიათ გადახვიდეთ და როგორც ჩემი არხის მაყურებელი, პატარა ფასდაკლება კეთდება და შეგიძლიათ გამოიწეროთ. საქართველოში არ არის მხოლოდ გამოწერით. იცი რა სწრაფად შეიძლება შენი შინაური ცხოველი დაიკარგოს. ასევე სწრაფად უიპოვოს ვინმე, მაგრამ ვერ დაკავშირდეს. ფეთჰაბის QR თაგი სწორედ ამ პრობლემას აგვარებს. ის შეიცავს QR კოდს, რომელიც პოვნეს აკავშირებს შენ საკონტაქტო მონაცემებთან და მაშინვე გიგზავნის ლინკს ლოკაციით, სადაც მოხდა თაგის გააქტიურება. ასევე ფეთჰაბის თაგს აქვს აქტივაციის და დეაქტივაციის ფუნქცია, რისის საშუალებითაც თავად აკონტროლებ, როდის იყოს ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი ან დახურული. ფეთჰაბის დახმარებით უკვე შეგეძლია მოამზადო შენი შინაური ცხოველი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. დაშალი ქიმერფეხები შენ და ჩაგიდეთ. შუა შენ ხარ. ეგ არის რა შევჭამოთ. პური?
პურს არ აყურებთ? პურიც მოვიტანეთ ხო? ხო, ბაგეტები. ცა მოვიტან. ლუკა, მაშინ მე ის ნიურიანი გამიძრე. ხო. რა კარგად გამოიყურება. აუ რა კაია. ზამბია. დაისო შეწეღა გაჭამე ხორცი. შენ საჭმელიც მაქვს წამოხებული დაგიდებ. აბა, გაგიმარჯვეთ. გაგიმარჯვე. ჩვენ არ აყიდვებთ. მოტანილი მაქვს. პროსა. არა გინათ, ნუ დავით. მე ხარ. მე სალამოს მაქვს. აი ამაზე რას ფიქრობ, რო არ დაგხვდა ესენი რა? ამაზე? არ ვიცი. აი უცნაური იცი რა არის? ერთი წელი იყო გასული, წინაზე რომ მოვაკითხეთ. ზამთარი შემოდგომა, ზაფხული, გაზაფხული, ყველაფერი. თქეში, თოვლი, ყველაფერი გადაიარა და ეხლა ზაფხულში რა მოვიდა. ზუსტად ისე დაგხვდა მაშინ როგორც იყო და ახლა მოვედი და არაფერი არ არის. ანუ მაშინ გახსოვს ხალხი წერდა ხოლმე რომ ვინც გააკეთა შეიძლება იმანაც ნახოსო რა. თქვენი ვიდეო და ფრთხილად იყავით და შეიძლება მართლა ვიღაცამ ნახა და მოხსნა. არა გამორიცხული. იმიტომ რომ არც ერთგან აღარ დაგხვდა. წინაზე ერთი ჩამოვარდნილი იყო, ხო? ერთი თუ ორი ცალი. ეს ორი ან ძირსაც რო არ გდია, ეგ არის უცნაური, ესე იგი მოხსნილი არის. ხო, პლუს რაღაცები დამატებული იყო. ეხლა ვაფშე აღარ არის. კი. ან ის ჩამოღონთილებისაც წავიდა. არ ვიცი, მაგრამ აშკარად რაღაც უცნაური ხდება აქ. ვიღაცა დამაიმუნებს. ავის დროც მოვიდა. აჰა, კოზი და მოური. მეცა? აჰა. 7 ხო დაიწყო. მეავი არაფერი არს ტელეფონი მოგიხალხ. აუციაკლია 7. დაჟე გახდება აწი. ძალიან 7 თქია ბიჭო, ნახე ფოთოლიც არ შრიალებს. და კოღოები მომრავლდი. მე არაფერს უკმენია ჩემზე. რაღაცა შეიძლება ბუზები იყმინებიან. კინკლები შეიძლება იყვნენ ქიმერთ, მაგრამ კოღო არ მგონია. ლუკას მით უმეტეს არ გაახარებდნენ. მოვიდნენ ყვავები. ლუკა, ყვავები მომოგაკითხეს. მე და ისონს. ხო. ვეცდები არ მოვიდე. ფერმნი არიან. შეიძლება სადმე რამე ექტოს ან ლეშიან რამე და. ხო, წინაზე დავინახეთ საკმაოდ ბევრი გუნდათ გადაიფრინეს და. ხშირად არიან ეტყო. ხო, არა ამ ადგილს. რა ვიცი, თავზე უფრენენ თუ რა შვებიან, არ ვიცი. მეგობრებო, რაღა დაობაა, მე და ქიმერა რამდენიმე თვის წინ ზუსტად ამ ხერთან მოვიდით ღამე. რაღაც უცნაურობები ვიპოვეთ, რაც თქვენ კომენტარებში დაწერეთ, რომ რაღაც ცუდია ჯადოქრული. ისე ძალიან ბევრმა დაწერა ქიმერო, მეც მინახავს ტყეშიო. ხო, მაგრამ მე ქართულიდან არ მინახავს ეგეთი რომ ან ინტერნეტში. ინტერნეტში არ მინახავს არც მე. არც ჩემი თვალით მინახავს მანამდე სხვაგან, მაგრამ კომენტარებში ბევრი წერდა. დიდებსაც მე ინსტაგრამზეც მოვწერა რამდენიმე დიდმა რა. დიდმა ტიპმა, აი ჩვენზე დიდებმაც, რომ ტყეში მინახავს რამდენჯერ მეგეთი რაღაცა. ზოგმა ადგილიც ვკითხა, ძალიან მაინტერესებს ეგეთებიო და ადგილიც უთხარი და ეხლა ამდენი თვის მერე მოვედით აქ კაროებით ვაკ დავიძინეთ. ანუ ხშირად არის ეგეთი რაღაც. ხო რა, ისეთი ხალხია. დაისო მოისვენე, უკვე თამაშის დრო აღარ არის სიბნელეში. ფილმებში კარგად არ სრულდება და. რეალობაში ნახოთ. რეალობაში კარგად ასრულდება. ქვა დამიგდობი. კი. დაისო მორჩა სიბნელეში აღარ გადაუგდა. თუ დაუგდებ აი აქვე სადმე. თუ ნახულობთ ამ ვიდეოს, ესე იგი კარგად ასრულდა. კარგად არ დასრულდა, მაგრამ დავასრულეთ კარგად.
ფილმებში სამაგეროთ იარაღი არ აქვს ხო? არა. ლუკას ზრუნავს ცეცხლზე. ისე სხვადასხვა ადგილმდებარეობები გვაქვს, მაგრამ შერჩეული. ცეცხლი დავანთეთ იქ, სადაც მაშინ ვიპოვეთ რაღაც ნაჭერი, უცნაური სიმბოლოები და რაღაც ხეზე ჩამონაღვენთი. ნუ ამ ხეზეც იყო ის სამკუთხედი რაღაც ჩამოკიდებული მაშინ. თან ეგ ნაჭერის ტაისონმა იპოვა სხვათა შორის. ტაისონ შორს არ წახვიდე. კაროები გვაქვს გაშლილი იმ ადგილას, სადაც მანამდე ისე რაღაცები ვიპოვეთ და რავი. ესეც დაემთხვა, იმიტომ რომ კაროების ადგილი სწორი გვინდოდა რომ ყოფილიყო, კარგად რომ დავიძინოთ. ცეცხლის ადგილი ცეცხლი მოშორებით უნდა იყოს, კარავთან არ შეიძლება, საშიში არის. ბევრი რაღაცის გამო. ერთი ისაა რომ კარავი არ დაგეწყოს და მეორე კიდე კვამლი შეგნიوار შემოვიდეს. ღამით ცუდია რა. და ესეც ცეცხლის ადგილი. ჯერჯერობით ღამით სიმშვიდეა, არც ცხოველები, არაფერი ისეთი. ჩვენ უბრალოდ მუღამი გქონდა რომ აქ ერთხელ კიდე მოსულიყავით. საერთოდ არ ვაპირებდით ტყეში შემოსვლას და დარჩენას. მაშინ ვიდეოში გითხარით რომ თუ გინდათ ლუკას წამოვიყვანთო რა. იმიტომ რომ ლუკა ჩვენთან ერთად დიდი ხანი არ იყო ვიდეოში ნავყოფი. 2023 წელს გვაქვს გადაღებული ჩვენ ბოლო ვიდეო. მაგრამ მე უცებ მე და ქიმერამ გუშინ ვიფიქრეთ თუ გუშინ წირო წამოსულიყავით პირდაპირ ტყეში კაროებით. ქიმერ ტაისონი იმ ხეს ძალიან ცუდად ცუნავს. აუ, ისეთი არა. ტაისონ შორს არ წახვიდე. ისეთი არაყი იყო ხახო. იმერე გავგთიშო მე და ლუკა. ითოჭი გადავლეთ. იქით რა სიყურება, ნახე. ლუკა ტაისონს მიუშვირე. ზემო. ტაისონ რა იყო? ზემოთ იყურებოდა მეგობრებო რაღაც ისე რა. ზემოთ ესეთ, ზემოთ რავი. საიდან ეს ბიჭო ხმა? ფოტის ხმა იყო თითქოს. ხმელი ხე. საიდან მოხერდე ბიჭო, ვინ არის? ხმელი ხეებია და შეიძლება მაგის ის იყო, გატეხვის ხმა. ტაისონ შე რაღაც მიხეთქა უკვე სამხედრო რა მგონია ბიჭო ყოფილიყო რა. არა, ცეცხლსაც არ იყო. ქიმი, რა მაშეხეთ? ხმელი ხეა და იმის შეიძლება უბრალოდ მოტყდა რა. წაიქცა. რაღაც გატეხვის ხმა იყო, ხო? შეგვიძლია კადრი ვნახოთ? შევამოწმო. მიდი აბა. ვიღებ შეჭა. თუ რაღაც ისე რა. აი ხა დააკვირდი. ზემოთ ესეთი, ზემოთ რავი. ხატატის გატეხვის ხმას გა. ფოტის ხმა იყო თითქოს. ხმელი ხე. საიდან მოხერდე ბიჭო, ვინ არის? ხმელი ხე. რა იყო თქვენი ასეთ? აზე არა. ბიჭო არც კარიერა. რავი, კადრებს გადავხედეთ და აშკარად ტოტის გატეხვის ხმა, მაგრამ მე ვარაუდობ რომ რავი. შეიძლება ისეთი თემაა, როგორ ტოტი მოტყდა ხმელი. ავი ბიჭო, დავიე და ხوارმე ჩვენია, მაგრამ მე არ დამილევია ამორმა დალია და შეიძლება ეჩვენებათ, მაგრამ მეც. ალბათ ზორი ხე მოტყდა, არ ვიცი. ვარაუდობ ტაისონი რომ მანამდე ესე იყურებოდა, ზემოთ ცოტა მიმან დამაეჭვა. ლუკა, ეხა ისეთ ადგილზე ვართ, არ უნდა გაგაკვიროს რამე. დღეს რა თემა გქონდეს ალაპარაკო? რამე ისეთი, მისტიური. დღეს რაზე ვილაპარაკო? პოლიტიკა. ტაისონთან იყავით ყურადღებით, ის ცოტა უცნაურად იქნება, ესე იგი რამე ახლოს მოვიდა, მე მივალ იარაღს ამოვიღებ და ეგ არის. ჭიჭი ჩავდე მეგობრებო, რამდენიმე ტყვია. იარაღზე არ დამიყენებია, თუ რამე იქნება, გადმოვიღებ, გავისვრე. იმედი არ დაგჭირდება. მაგრამ ღამე ძილის წინ მაინც გავისვრე, მაგრამ თავარი სხვანაირად არ დაგჭირდეს. დღეს მოდი ვილაპარაკოთ სკინვოლკერებზე. საქართველოში არ გამიგია მსგავსიაფერი, მაგრამ აი ამერიკულ ვიდეოებში ხშირია ძალიან. ხო, აქ მეც არ გამიგია. სკინვოლკერი, ანუ თქვენი განმარტებით რა არის? ბეჭო, ეგ როგორც ვიცი? გამხდარი ტიტველი კაცი, რომელიც აი რეიკის თემაში. არა. სკინვოლკერ, ანუ იმის ხეულებში ის არის რა, სხვა სხეულს იღებს. უიმე. ან ბოროტი ძალაა რაღაც დემონივით რაღაც და
ადამიანი ცხოველი. ვა. ამერიკაში ხშირია მაღაზიები, სხვადასხვა ამბები და ლეგენდები. ადგილებიც, ვიდეოებიც არსებობს, აი რაღაც ღრიალს რო გაიგებენ, ან ტირილს რო გაიგებენ და ტირილი ხო. დაჟე შეიძლება მგონი თვითონ ადამიანის ხმაც ხო. რა დააკოპიროს. აი სონ შორს არ წახვიდე. ან რომ იგიტყოს რა მისკენ. საქართველოში თუ გაგიგიათ მეგობრებო, რაიმე მსგავსი დაწერეთ კომენტარებში, და ყველა ქვეყანაში სხვადასხვა რაღაც სახელს ეძახიან ხოლმე რა. ზოგადად ასეა და აქ თუ გაგიგიათ რაღაც ეგეთი. ამერიკაში ეგრე ეძახიან skinwalker. ბოროტ არსებას. ხო, რეიკი იყო ერთ-ერთი ცნობილი ალბათ რა, მეტი კუმისელი რეიკი. ხო. ეგ ალბათ ვიღაც ტიპი მაგას ეღადავებოდა. რეიკი საქართველოში კი არა, ამერიკაში, რუსეთში, ძალიან ბევრ ქვეყანაშია მაგას სერიოზული ამბები. ვა. აქ კიდე არაფერია, იქ ისეთებია რომ skinwalker-ი ბევრად საშიშია. ძალიან ბევრი ვიდეოა მაგას და ძალიან ეშინია ხალხს. უფრო მე ვიცი ძაღლებშია ხოლმე რა. ხო. აი რაღაცნაირად რო გიყურებენ, უცებ. ვა. რა ტყეში არის ვიდეოები, აი ემახსოვს ეს ცეცხლისაა. ერთ კაცედო ძალიან საშინის რაღაც შემზარავ ღრიალს გაიგებს რა. რა იქცევა მე იმიტომ რომ იქ თქვა რომ ვიდეოში რომ skinwalker-ი იქნებოდა. იმენ არ გამიგია, ნუ და საქართველოს მას არ გამიგია. იმას რა ქვია? ადამიანის სახეებს რო იღებს რა. რაღაც სხვა ქვია მაგას კიდე. გონი რუსულად ვიცოდი. მე არ ვიცი მართლა. აი იმენა შენი ვიზუალი რომ მიიღოს. ვა. მე არ ვიცი. ეგ მეც ამერიკულები და რაც ვიცი skinwalker-ი, Wendigo. Wendigo ძალიან საშიშია, რაღაც დიდი რქებიანი რაღაცა. იეტის არსებობის გჯერა? მე კი. იეტი? ხო. ეგ ვინ არის? Bigfoot-ი. ეცოდინება. Bigfoot-ზე ეიფშიც არის. ბევრი ვიდეო მაქვს გაკეთებული. აუ, არ გამოუშვებდე ბიჭო ეხა. Bigfoot-ზე ჰანიბალი ხო იცით, ჰიმალაის თემი რო გადალახა რა, ისტორიული ფიგურა არის. ჰანიბალსაც აქვს ჩანაწერი რომ ჰიმალაის თემში ნახა რაღაც Bigfoot-ის გავსი არსება, დიდი ჰუმანოიდი ბეწვი. მე ერთი ვიდეო მაქვს ნანახი, კაროჩე, კლდე იყო ისე გამოჭრილი, თითქოს იწეოდა მაღლა რა, კარისავით იყო. ხო, გონი ვიცი. ხო და ვიღაცა ტიპი იმაშობოდა. იღებდა მაგ პროცესს რა. და მე დაიმუქდნენ თუ რაღაც აღარ მახსოვს დეტალები, მაგრამ მე შეეშვა. ო, ერთი იცი რა ვიცი? აი BBS Train-ს სანამ გავაუქმედი, მან უნდა დამედო რა და არ დამიდია გავაუქმე. ერთმა ბიჭმა გადაიღო TikTok-ზე დადო ვიდეო, ქალაქიდან იღებს თის თავზე. ხედავს ძალიან დიდ არსებას. აი გიგანტი ადამიანივით ორ ფეხზე დადის, ძალიან დიდი, აი თის თავზე. თის თავზე ხა ადამიანი რო დაინახო, გამოჩნდება წერტილი. იმა ვიდეო რო გადაიღო, არის უზარმაზარი. დადო ეგ ვიდეო TikTok-ზე, ეგრევე გაუვარდა რა. უბრალოდ აკაუნტი შექმნა დადო, თორემ მანამდე ვიდეოებს არ დებდა, TikToker და რაღაც არ ყოფილა. მაგ ვიდეოს დადების მერე დაიწყო ვიდეოების დადება, რომ გარეთ ვიღაცები მithვალთვალებენო, მანქანით მომაყენო და მისმინეთ, ყველაზე ცუდი, მაგის მერე ეგ ტიპი გაქრა. რამდენიმე ვიდეო დადო, სადაც თქვა მithვალთვალებენო, სახელი დამავიწყდა მეგობრებო, სამხრეთ ამერიკიდან იყო თუ არ ვწდები რა. და ის რა ქვია, მაგის მერე ეგ ტიპი გაქრა, საერთოდ TikTok-იდანაც გაქრა და ცხოვრებიდანაც გაქრა. უბრალოდ დაიკარგა, მისი ოჯახი არაფერს არ ამბობს მაგაზე. უბრალოდ ეგ ტიპი აღარ არსებობს, ჩათვალეთ გაქრა. და შეიძლება რაღაც ისეთი გადაიღო და დადო, რაც არ აწყობდა თრისი გავრცელებაც და გააქრეს. უეჭველი იქნება თორე. არის აი მე ეგეთი ბევრი ამბავია, რომ ტიპები გააქრეს. რაც არ აწყობდათ. არის 51-ია, ხო? ხო. ხო, მაგაზეც წარმოდგენა არ მაქვს, აი რას ინახავენ, მაგრამ კაროჩე, ცალსახად შიგნით რაღაც ისეთები ხდება, რაც ადამიანებმა არ უნდა ნახონ რა. ხო, რაღაცა ისეთი რო იცოდე და გადაიღო და დადო გაგაქრობენ და ეგ იქნება რა. შენ ამბავსაც ხალხი დაივიწყებს დროთა განმავლობაში და შენს გაქრებით ყუილად. მთავრობა და ეგ შეკვლები არიან და კი, აბა რა. ო, ვინც მაგაზე ხმას ამოიღებს ზოგადად, მაგასაც მიხედავენ რა. მთავრობებმა ისეთი რაღაცეები იციან, რაც ეს ჩაოლებმა ფენებმა არ იციან რა. საქართველოს მთავრობას არ გულისხმობთ, უფრო სერიოზულ მთავრობას გულისხმობთ რა. აი ამერიკა და დიდი წამყვანი ქვეყნები. წამყვანი ქვეყნები, ვინც სოფლიოს მართავენ ასე თუ ისე. ხო. არც თუ ისე კი არა, მართავენ და სერიოზულად ეხა
ელემენტარული ტრამპის და პუტინის ჩემს დადგმა. დადგმა არის აბა რა, თელი სოფლიო დადგმა არის, ეგ არის სპექტაკლი. მე ესე ვფიქრობ მეგობრებო, ახლა პოლიტიკაზე სალაპარაკს დღეს არ ვაპირებ საერთოდ. ხო, მაგრამ ნუ უბრალოდ თემას მოყვა რა. ანუ თელი სოფლიოს ეს პოლიტიკა მაგათი ვითომ შეხვედრები და მოლაპარაკებები და მშვიდობა რაღაცეები, ეგ ყველაფერი არის დადგმული რა. კი. ამას აჯერებენ ხალხს, ხო? ხო. ვითომ მაგათი ზავები და ისინი. იმას ეჭვი მეპარება უკვე რომ თვარეზე ზოგადად ფეხი მაგაზე მეც მეპარება ხო, ეჭვი. ხო, კი, ბაზარია რა. აი ვინების თვარეზე იყვნენ, ბევრი ვიდეო არსებობს, ვიღაც ტიპი მიდის, ბიბლია მიუტანა, ამას ხელი დაადეთ და დაიფიცეთო, რომ იყავითო და არ და იფიცებიან. ფულსაც მოგცემო და რაღაცა. ხო, 10000 მოგცემო. ხო. და არაფერს ეუბნებიან მაგაზე. თან წასვლამდე უბედნიერესები, ანუ ვიდეოები არსებობს, ზამბედნიერები რო არიან ოვაციებში და რაღაც რო უხარიათ და იქიდან ჩამოსვლის მერე რაღაც ესეთები რო გახდნენ რა. თან უყურე მთვარეზე როდის იყვნენ 1900 რაღაცა წელს, იმის მერე ვეღარ მიდიან თუ რა. როცა შეუძლიათ, ეხა წავინე კი არა. მოიკულივანან რა. ყველაფერი თან, უბრალოდ იმის მერე არაფერი მოხდა რა, ვსო. ან კიდე დედამიწის კოსმოსური ფოტოები როა, სხვადასხვა ქვეყნის ფოტოები რო შეადარო, სულ სხვადასხვა არის. ხო, ხო. ამერიკა, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ყველას ფოტო აქვს და სულ სხვადასხვა ფერები, სხვადასხვა ფორმები, სულ ყველაფერი სხვადასხვა არის. ლაივებშიც რო გადიან კიდე. ანუ ბევრი ვიდეო მაქვს ნანახი ამერიკული, სადაც ანუ ადასტურებენ ამტკიცებენ ტიპები, რომ აი საერთოდ კოსმოსის კადრები რო ტიპები რო აი ვითომ გრავიტაცია რო არ არის, ხო იცი ხომალდში და რაღაც. ეგენსო დადგმული არისო. რეალურად შეუძლიათ ეგ თვითფრინავი ჩამოუშვან ისეთ დონეზე, რომ ჰაერში გაჩერდეს ადამიანი, ეგ ჩვეულებრივი ამბავია. საერთოდ ისედაც ჩვენი დრო ისეთია, ყველაფრის გაკეთება ჩვენ შეგვიძლია რაღაც სასწაული ის გავაკეთოთ, ეხლა ვითომ გრავიტაცია არ არის. და დაჟე ელემენტარული აი AI აიღე რა, ხელოვნური ინტელექტი რა. ეგ ეხლა გამოჩნდა, ვინც ის ამდენი ხნის წინ უკვე არსებობდა. რა, კი, კაცო, მთავრობებს და ჯარს და იმებს ყველას ხონდა შეხედა. აი ისეთ ფილმებს აკეთებდნენ 90-იანებშიც სიტყვაზე, რომ ჩვეულებრივად აი ჩვენ მეგობრებო 2025 წელია რა, ჩვენ ახლა რაც მივიღეთ წელს, ახალი ტექნიკა, ახალი შესაძლებლობები, ეგენი დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად ადრე იქონდათ მაგათ უკვე რა. და უბრალოდ ხალხზე მერე ცდიან და ავრცელებენ თორე. თორე მე ახლა ფრინავი მანქანებიც გამოგონილია ჩემი. ყველაფერი არის. კი, კაც, ადრევე. Просто რეალ მანქანები არა. ფრინავი თეფშები და ეგეთებიც არის. გერმანიის მსოფლიო ომის ისინია ბევრი ჩანაწერები, სადაც ზუსტი ნახაზებიან ფრინავი თეფშის, ხმა რო არ აქვს, გაქრობის ის რო აქვს, კამუფლაჟი და რაღაცეები. გვიანია უკვე, გადავწყვიტეთ, დავწვეთ დავიძინოთ, ბევრი ვისაუბრეთ. არც ტურები, არც ცხოველები, არაფერი ისეთი არ ყოფილა. წეგან რამდენიმე წუთის წინ მე არ გადამიღებროთ ქიმერას ვიდეოში კი ნახოთ. იქიდან უკრინდან ისმოდა რაღაც პატარა ნაბიჯების ხმა და შეიძლება რაღაც ცხოველი იყოს, მაგრამ აშკარად ჩორს იყო, იმიტომ რომ ტაისონს დიდი რაღაც სასწაული რეაქცია არ ყოფილა, არ დაძაბულა რა. მაგრამ თქვენს უწერდით ხოლმე კომენტარებში, კამერა დატოვე, ღამე კამერა დატოვე და ლუკას დღეს აქვს წამოღებული Insta 360. აგერ powerbank-ზე გვაქვს შეერთებული და ლუკა ამას ხეზე დატოვებს მთელი ღამით, ისე რომ პირდაპირ ჩვენ კადრებს დაყურებს ეს კამერა. ამას გადაიღებს მთელი ღამე რა, დიდი ჩიპი უდევს საკმაოდ და თუ რამე იქნება, არაფერი გამოგვეპარება. თავარი არაფერი არ იყოს. ახლა დავწვეთ დავიძინოთ, თორე გათიშულოთ. ცეცხლიც ნაკვერცხალიღაა მარტო დარჩენილი. დაწოლამდე წყალს მივასხავთ. იმიტომ ჩავრთხოვ ერთგულიც, ხო? ხო, შენ ჩართე და ეგ არის შევგორდეთ. მე ჯერ ბალიში უნდა გაუბერო. ეგ არის. ეს დანა მიზარება ქამრის მოხსნა დანის გამო. რა კარგია. მეგობრებო, დავწექი, დავიძინებთ. არა მგონია ხამით ტურებიან რამე მოვიდნენ, იმიტომ რომ გავისროლე მე რა მანამდე. უბრალოდ მეგობრებო, სროლის თემებს ხშირად YouTube-ზე არ ვაჩენ, იმიტომ რომ YouTube-ზე არის ეგეთი წესები. იარაღი თუ ჩანს, ნაკლებად უშვებს მონეტიზირებულ პლატფორმებზე ზოგადად.
არ უყვარს ზოგადად YouTube-ს ეს ბათქაბოთქი და რაღაცები. თორე გავისროლე ძილის წინ 1-2 ტყვია. ამ ნათებას ახლა წითელზე გადავრთავ და დავიძინებ. აიცა. აჰა. ეს კიდე არ დაჯდა მეგობრებო, მაინტერესებს რამდენი ხანი არ დაჯდება. მირიან მამაჩუკა გაზაფხულს იმის მერე წითელი ანთია, დაჯდაო, მაგრამ არ ითიშება რა, სულ ანათებს. ტესტავ. აბა ტყვილი ძილი ბიჭებო. ასევე. ბათრი. ბიჭო, არ გესმის ხმები? რა? ვიღაც დადის გონი. ურან რამე ხო არა. არა, ბიჭო, სიარულის ხმა. აიცა, მე დავიწყე გადაღებას ეს. გაჩერდა. რომელი საათია, ლუკა? 4 დაისონის ისე არის, წამომდგარი, აზე არა. კიმერ, გამოსულები ხარ? ოიცა დაისონ ერთავს. ბიჭო, დაისონ დამაცადე. ოხ. გურები კიმერ გამოგვიძე 1-15 წამის წინ უცებ მოვიცვი ფეხზე. გესმის? სადა ხათე? რაღაც ხმარია და. ვერ გაიგე ბიჭო წაიან? მეძინა ეს წამოდგა რაღაც. იმაშველოდა მაფხიზლებდა სავიდა. გამოაკეთ აისონ, რა გინდა იქით? ხარა. გამოსდი თელ თურამი არის? თურამია გამოსდი, უბრალოდ უკა შენ დაიჭირა ჩემი კამერა. აი ხა. მიდი რომ ჩაიცით. მოდი გამისდა ეს გამოვიძე. ლუკა შენი ხო ჩართული არის, ხო იღებდა? ჰა. კი. ვიღაც ტიპი დადიოდა ბიჭო, გოეჭვერია, ცხოველი არ ამგონია ყოფილი. რატო? ჩერდებოდა მე მოდი განახე. უსმენ? ჩო? ისმის. გარეთ რაღაცა ხმა ისმის. დაისონ გაჩერდი. მიდი ლუკა გამო. აშკარად ხმა იყო. შეიძლება თუ ცხოველი არის, ეგრევე მოიზადები რომ ბათქან.
გავადენინა. ბიჭო დაისვანი შეშინებულია. ბიჭო, გისმის? ხმარი ბიჭო. ისმინე. არაფერი არ მისმის, საერთოდ უბრალოდ მიმართულებები მითხარი. გაიგე? გაჯუ ვიყალეო. ლუკა თუ გამოგივარ და ვიღაც და დავადე ეგრე. გაჩუმდა ერთ წამი. ვაფშე აღარ. საიდანაა ხმა ის მიჭვარით. ბიჭო პირდაპირ იყო სადღაც იქით. შანსი არა ამ ვეღადავები შენ. აკე რა. გარბის ვიღაც. შუ! ბიჭო! ვაფშე აღარაფერი აღარ მისის ყურებში. მე ხა მისმის თუ მისმის. ორი ტყეამე და მარტო დარჩენილი რაც იყო. ნუ კიდე მაქვს ის ტყეები, ჩავდო 200 მიჩერთ. ჩადე ბიჭო ჯობია რა სიძახი რა. რა დამაწინდებს აქ მეღადავები ბიჭო? აშკარად ვიღაცა იყო ძმაო. მისმინეთ ეხა. გადავხედავ ეხა კადრებს. კარგად დავაკვირდეთ ხომ სიტყვას, საერთოდ არაფერი. აბა ქიმერა ჩართავს. ერთ წამი. ხმა კარგად იქნება? გისმის? არაფერი არ მისმის, საერთოდ უბრალოდ მიმართულებები მითხარით. გაიგე? გაჯუ ვიყალეო. ლუკამ კარგად აქ. ლუკა თუ გამოგივარ და ვიღაც და დავადე ეგრე. არი იყო ნავიჯები. გაჩუმდა ერთ წამი. ვაფშე აღარ. საიდანაა? ცხოველი ვერ იქნება, შანსი არა ამ ვეღადავები შენ. აკე რა. გარბის ვიღაც. უიწველი გარბენია. მეგობრებო, ჩემ კადრებსაც გადავხედე, ქიმირასაც გადავხედე და ისა ლუკამაც ჩამოხსნა თავის კამერა, გადავხედეთ მაგეებსაც. ცოტა ამას ჩაუწიო ძალიან ნაწეული. აშკარა და არის ვიღაცის ან რაღაცის სიარულის ხმა რა, ცოტა არ იყოს დაძაბული ვარ. გული ისე მიცემდა ყურებში მესმოდა თან ის რომ ეკეთა დამცავები. არა ძმაო, ტყეში ხო დადიხარ, რამდენი ხანია დადიხარ? ან 1000 ჯერ გამიგია ცხოველის ხმა ტურემა და იმეება პატარა სირბილი რო იციან ხომ ტაისონი როგორც დარბის რა, მაგრამ გასროლაზე გაჩერება, მე ისე სიარული და მე გასროლაზე გაქცევა, ეგეთი არ გამიგე. თან აშკარა იყო რომ ეგრევე გაიქცეოდა. ძიმენა ლუკა რას აკეთებ? რავი, აქ უნდა ვიდგება, რა დამაძინეს. მანდროიდკი მართლა ადამიანი თუა? ან ხო შეიძლება ეს რაღაცები ოდესღაც რეებიც ვიპოვეთ. მაგის გამკეთებელი იყოს. ნუ ყოველ შემთხვევაში იარაღის გასროლაზე ხდება რომ იარაღი გვაქვს და არ ამგონია რა. რაღაც ხმა იყო? გაიგე? აი აქედან იყო. ეგ ვაფშე დამავიწყდა სადაც ვარ. ხო და ბიჭო მისმინეთ რეებიც ვნახეთ მე და ქიმერამ კაი ხნის წინ ხო შეიძლება იმის გამკეთებელი იყოს ტყეში რა. თუ აშკარა რომ ვიღაც ამ რაღაც სადღაც ამ ნაწილიდან მოდიოდა ხმა. ტაისონ შენს ყურადღებით იყავი. ანუ აშკარა რომ ვიღაც დადის და რაღაცებს აკეთებს. ანუ ფიქრობ რომ ვიღაც მოვიდა სანახავად? ხო ანუ რო გაისროლე, ხო გავიდა ერთი რამოდენიმე საათი. ხო, ვიწექით უკვე და ეხლა რომელი საათია ლუკა ზუსტად რა ნახავთ თუ შეგიძლია? შუქიც აქ დატოვებული ქონა კამერასთან. კი. რავი, ალბათ შუქით მოვაგნო. აზრია. შუქით რა თუ იცი ზუსტად ეს ადგილი თუ ეგ ტიპი ვიღაცა ქალი კაცი დაბოდიალობს? 5 დაიწყო. მაგრამ ხმით რომ იმშელოთ ერთი ადამიანი იყო რა. ტაისონი იქითა. ტაისონ, მოდი ბიჭო. მოდი ჩემთან, მოდი. რაღაც ის ეშინია მაგრა, მოდი ჩემთან, მოდი. ტაისონ. თერმოდის. ხო. აქ არ ეკარება ამ ადგილს. მოდი. მოდი ჩემთან. წამო. ბიჭო, ამას ტურები საერთოდ არ ეშინია, თოფის არ ეშინია. გეგის იარაღს რო ისროდი, M4-ს Z ქონდა აწებებული, ისე მოსწონდა. ადამიანების არ ეშინია, უღრენს ხოლმე პირიქით. სახში მე რო შემოვიდეს, სუჩხუბობს. მოდი ჩემთან, მოდი. მოდი თუ გინდა კარავ შემოდი, მოდი.
მოიცა შედი აი თოფის არ ეშინე ხა თოფის რო ეშინოდეს სუნი დარჩენილია და არ შევიდოდა იყავი მან ტაისონ იყავი მაგარი უცნაურია იმენა იგივეს მამეორებინებთ ბიჭო რა ეს კაცი გზერო დადიოდა ორჯერ წამოვიყვანეთ და ორივეჯერ ცუდად გავხდა ანუ ერთი უცნაური ის იყო რომ ხეებზე არაფერი დახვდა საერთოდ მაგრამ ამაზე უცნაური სერიოზულად ისეთი არაფერი მქონია ცხოვრებაში რა სანამ მე ყურის დამცავებს გავიკეთებდი იარაღის თემაში მანამდე მე მართლა მესმოდა მეგობრებო ოდნავადაც არ ვაზვიადებ ნაბიჯის ხმა აი აქედან ფოთლებში რომ რაღაც დადის აი როგორ აქ ფოთლები არ არის ჩვენთან აი ფოთლებში რომ იარო და ხანდახან ტოც დააბიჯო ფეხი რაღაც ეგეთი და სამდენი წელია ტყეებში დავდივარ და ცხოველი არ შვება ეგრე სიარულზე არ ვიძახი იმაზე ვიძახი გასროლაზე რა თან იარაღიც რის გამოვიყიდე რომ ძილის წინ გავისროლო ხამე თავი რო დავიძღო ცხოველი რო არ მოვიდეს და არც ხორცი გვაქვს გარე დატოვებული არაფერი არ გვაქვს საერთოდ გარე დატოვებული რომ იმის გამო რომ რაღაცა მოვიდეს რაღაცამ გარისრკოს გასროლის და დენთისუნის მიუხედავად და ცხოველი არ იქნებოდა ეგ ასიანი ვიცი რა ნაუ მადლობა ღმერთს მართლა წამოღებული ქონდა და ვინმე რო ყოფილიყო არც ვიცით რის გამო არა მაგრა დავიძაბე გული რომ იცემ და იქ ყურებში გძნობდი იმას ხმას ამიტომ რა ვიცი დაჟე რო გაისროლე პირველად რო გაისროლე ხო გაჩუმდა რა უცებ კი და მე დაიწყო ისევ ეგ ნაბიჯები უკვე არ გამიგია და ვიდეოში ვევნახა ხო ალბათ ნელ-ნელა უკან დახევა დაიწყო რა შორიდანვე და ხო ანუ მეგობრებო თავიდან ხელით რაც მანიშნეს უკვე რაც აღარ მესმოდა მე აქეთ არის ხმაო რა მე რო გავისროლე გაჩერდა მე რო უკან და კიმერა მითხეს რომ აქეთ ზემოთო აღარ უცნაური ყოველი არ ვიცი არ გინდათ შევამოწმოთ ცოტა ახლო ტერიტორია მაინც ნაუ ჩემი აზრით ავი თოფი წამოიხე ხო ჩავდეთ ტყვიებს ისე და ეგ არის თოფის გარეშე მე იქ შანსია რა არ აი შემოვიდა ჩავდეთ ტყვიებს და ეგ არის თუ რამე თუ გინდა გამოტა ის აი მოკლედ მეგობრებო მე წავალ წინ რადგან იარაღი მაქვს ჭიდი გავავსე მაინც რა ვიცი მე რა ვიცი რა ხდება თუნდაც ცხოველი იყოს ტაისონ ბიჭო ისე ვიქით მიდის არ მოდის აქეთ ტაისონ მოდი ტაისონ ტაისონ ეს აღლი უფრო მაშინებს ხომ ეგეცე მართლა ბიჭო არა და ხო იცი როგორი აი ყველაფერზე იწევს რა ძაღლი რო დიდი ძაღლზე ვინმე ადამიანი რო არ მოეწონება ტაისონ მოდი ეს წამს დამიჭირე მაინც ცველზე აყენი არ გაისვრის ხელს მანდ მე მაინც ვერ მოვკიდებ ტაისონ არ მინდა მათხოვარებით ვიჭირეს შენ იარაღი არ გენდებს მოდი ბიჭო იქით სადმიდი საზზე არა ვარ მაგრამ მოდი ტაისონს კარავში დავტოვებ იციათო აშკარად რაღაცის ეშინია მაგრამ კარი მაშინ ნუ ეშინია ტაისონ არაფერი არ არის შეიძლება რაღაც ცუდს გცნობდეს მე რა ვიცი მეგობრებო თქვენც იცით ახლა ვიდეოდან არ გეგონოთ რამე ისე შიშარა ძაღლიან რაღაც ნაგაზებზე იწევს უბანში ყველა იცნობს რომ აგრესიულია რა სახში არავის უშვებს ვინც არ მოსწონს ტყეში რო დავდივართ ხომ რაღაც ცხოველს რო იგზნობს სიახლოვეს უიქაჩება იწევს ყებს ხოლმე და ასეთ შეშინებული მე არ მინახავს მოდი შედი შენ კარავში თოფისიც არ ეშინია მიეჩვია მაქსიმუმ დიდი ხმა რო არ მომენტ უკვე თოფი დიდი ხმა რო არ მოსწონს ხოლმე მაქსიმუმ ცოტა მოერიდოს აი მოკლედ ცოტა წინწოვე და ნახეთ ცოტა ბილიკივით არის რა ამოშოთ ხორცკიდებს არა აქეთ აი გამოვიდა უყურე აქეთ დაანათეთ კიმე შენ აი თითქოს ბილიკივით არის ახლოს გამომწე ხო აქ გადადის თითქოს აუ ერთი კაცი შეიძლება ფანდით რო წინ წავიდეს კიმე შენ რო წახვიდე წინ მე შუაში ძალიან წინ არა იმიტომ რომ იარაღის თემაში რა აქ გვერდზე რომ მედგე რობია იარაღის მაინც წინ მედგე უსაფრთხოების თემაში ხელზე კი მიყენო მაგრამ აბილიკებულია რა რავი გავლილი აქვს ვიღაც საშკარად ეტყობა ვიღაცას დაჟე ხშირად დადის ვიღაც თავიდან რო ხმა გავიგე ძალიან ახლოს იყო მოიცა რომ ხმას იძახი სუ პირველი ხმა ხო ან შეიძლება სიჩუმეში ეგრე მომეჩვენა არ ვიცი იმ ხეს მიანათეს რა
რაღაცაა ხო გასმული. დახაზულია ხო? ეს წამ. ვერი დახაზულია და. ჩანს ლუკა მან? კი. ვერი დახაზული. ნახე. რა? აუ ბუბა, ეს არის ციკადას ყავი, სერიალია. აი, ეხა მის მინე ძალიან რო არ გავრისკო და ძალიან შორს რო არ წავიდეთ, მე რა ვიცი სად მივდივართ რა. გზა რა გვებნება ბილიკია, მაგრამ ბილიქს რო გავუყვეთ ცოტათი. შევხედოთ თუ არაფერია, გარშემო ხეებსაც დააკვირდით, ისე ნიშანიან იქ ბევრი ჯოხია ბიჭო. რა? აი წინ სადაც ვანათა ბევრი ჯოხია. მოკლედ ყველაფერს ხეებსაც დააკვირდით. წადი თუ გინდა წინ უკან. აიცა. თუ არაფერი არის, აი ეგრე გავუნდეთ უკან კარებთან ვიყავ რა. აგი ხედავ რამდენი. ანუ ჩოლებრივი ჯოხები თუ რას იძახი? აი რავი ტოტებია რაღაც თითქოს ერთმანეთზე მიყრილია. აი შეიძლება უბრალოდ ბევრი იყო ამოსული ერთად გახმა. წინ მიდის კიდე ბილიკი? კი. აი აქეთ. მე არ მისმის კიდე. ნიავის არის ზრის ბიჭო, ან ტოტების ხმა არის, მაგრამ ნიავი არის. აი აქეთ იყო. ეს ნახეთ გავიქ. აი იქიდან მოდის ხმა, გეუბნები. საიდან? აი, მაღლა. აქედან? ოი! თუ ადამიანია, რავი, დაერხევა, მაგრამ და ეგ იქნება. ანუ რაღაც. მაგრამ ეგეთი არც დაგვენახება, ისეთ რაღაც. მაგას ხადაობს. ბიჭო, ეგეთი რაღაცა თუ ვიღაცა ჩალიჩოს და ეგ არის რაღაც სატანიკური ისინი და ეგეთი ადამიანი არ გამოჩნდება ეს. ამ დროს ნორმალური ადამიანი ამბობს. მოდი ლუკა წამო დავიკიდოთ რა. ბოლოსაც რაღაც ხმა იყო ბიჭო. აშკარაა რომ ბილიკებია რა. ეს ხა საქონლის ნაო ბილიკს და რაღაცას არ გავიქ. თითქოს ზოგორ ბილიკია? აი ტიპები რა დადიან ხოლმე ბრო. ეს წვრილი ბილიკები რო არის. ხო. სადაც ადამიანი გაივლის ყველგან ეთყობა რომ კი. გაიარა. სამოსნეგარი არ იქნება, ეს რომ წე არ იცოდეს რა. ხო. მაგრამ აი რეისთვის წესიერი ადამიანი ხო მოვიდოდა მოგვესალმებოდა სიტყვაზე რა. ბიჭო, ჯერ ერთი 5-ის რაღაცა წუთები არის. ამ დროს ვინ დადის ტყეში? ესე უბრალოდ. თუ დადიხარ, მონადირე. ისიც მანამდეც გავიგებდით გასროლის ხმებს. ეხლა დღეს რაც აქ ვარ, გასროლის ხმა ერთიც არ გაგვიგია. ამ ტყეში რა გასროლაც გაისმა, ეგ იყო ჩემი გასროლა. და ეგ ჯოხები და რაღაცები რო ნახეთ, ყველა კომენტარებში წერდა რომ რაღაც სატანისტურიაო, რაღაც ისეთია რიტუალებიო და რაღაც ცუდიაო რა. ხა მაგის გამკეთებელი მონადირე არ არის. ჯერ ისე რო დავლია, იმენა ცუდად ვერ ვიძინებდი რა. მე ყველაზე მეტად რამაც ცოტა დამძაბასავით ტაისონის რეაქციები, იმიტომ რომ ხო. 4 წლისაა ვისწავ ჩემ ძაღლზე პირად და ესე შიში და რაღაც ამან არ იცის. იმინა ნიავიც არ არის ბიჭო აი რა. ერთი უცმა მე მესმის თუ თქვენ. არა, უკენა გავიგე ხა პატარა ფაჩონი, მაგრამ შეიძლება ყურდღელი იყო, ამიტომ რომ ძალიან სუბუქი ფაჩონი იყო. ხო ის ვაფშე ტოტების, ანუ ნახე რო დავდივა რა. რაღაცა ესეთი ხმები იყო. ნაბიჯების. რამდენჯერაც ამ ადგილას მე და შევიყავით, მაშინ ტაისონმა რო იპოვა, მაშინაც უცნაურად იქცეოდა, ხო გახსოვს? ხო, მაშინ ხეებს ამოწმებდა, ცოტა ისე იყო. მე ქექვა დაიწყო რაღაცა ვიპოვოთ იქ. რავი მეგობრებო, თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ. თავარია იარაღი გვაქვს, თუ რამეა ტყუებიც გვაქვს და ჰაერში გავისვრით. ახლაც პირდაპირ მიმართულებით არ მისწრება. აი და მართლა ადამიანი იყოს, ვიღაცას ხო არ მოკლავ რა. ცოტა ზემოთა მიმართულებით ვისროლე, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს, ვიღაც თავს რო გესხმის, ადამიანს კი არა, რავი, ყველას მოკლავ ადამიანი. ეგ უკვე თავდაცვა არის. ეს ცოტა დამშვიდდაო თითქოს. კი რაღაცებს სუნავს არ ჩერდება, მაგრამ ახლა უკვე თამაში მოუნდა, ნახე, ქვა მომიტანა. დაისო ნამსიბნელეში ვერ ვითამაშებთ. მაგრამ მეგობრებო, ნეტა გამაგებინა წეღარ ისე ეშინოდა რა.
მართლა შეშინებული იყო, იქით მიდიოდა. აი საიდან შემოვედით ტყეში იქით მიდიოდა, ალბათ მანქანისკენ. არ ვიცი. მეგობრებო, დავწექით ჩვენ, აწი დავიძინებთ. თითქმის 1 საათი კიდე გარეთ ვიყავით და საერთოდ არაფერი შეგვინიშნავს უცნაური რა. პატარა ფაჩუნის ხვები რაც ტყეში რა თქმა უნდა გარდაუვალი ან კურდღელი იყოს ან რაღაც. ისეთი უცნაური აღარაფერი გვინახავს. ტაისონიც დამშვით და რავი, აღარ ეშინია არაფრის ჩაოლებრივად არის. ესეც დაჯდა რო გეუნებოდით, როდის დაჯდება მაინტერესებს თქო აღარ ინთება რა. გათენებამ ბევრი აღარ დარჩა, ცოტას წაუძინებთ და პირდაპირ დილიდან ჩაგერთვებით. აბა მაგრად მეგობრებო დილამდე. დილამშვიდობისა მეგობრებო. 6 საათია. ტაისონმა რაღაცის სოროს მიაგნა. ტაისონ, რაღაც წასვლის დროს მოგინდა. ხო უნდა ჩაჯდე მანქანაში. წამო, დაანები თავი, თორე ძალიან დაისვრები. მოვედით მანქანასთან, ჩავბარგდებით. და წავალთ. როგორი გუბლიანი ამინდია. ჩავჯექით მეგობრებო, დავქოქით მანქანა. გავამზადეთ, წავალთ ახლა სახლში. კარგი იყო, ცოტა დაძაბულიც იყო ღამე. დიდად აღარ მახსოვდა უკვე ძილის პროცესში. კარავში შევედი, სულ დამავიწდა ისე. გათშული ვიყავი რა, იმიტომ რომ ცოტა ხანი გვეძინა მაინც 5-ის რაღაცეები. 5 საათი ხო იყო თითქმის, უკვე დავწექით. 6-ზე მე გავიღვიძე. ცოტა ხანი გავწელე მე და მე ავდექი. მოკლედ, ვისაც მოგეწონათ, გამოიწერეთ არხი და ვიდეოც მოიწონეთ, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, რას ფიქრობთ. მაგრამ სავარაუდოდ ამ ადგილას აღარ მოვალთ, ანუ არ ვიცი. ბოლო ვიდეო იქნება, აქედან ალბათ. სავარაუდოდ ხო. ან შეიძლება სხვა დროს ამ ტყეში მოვიდეთ, ოღონდ ცოტა შორს ან რამე რა. ქიმერას და ლუკას არხი გამოიწერეთ, ვისაც გინდათ აღწერაში ჩავსვავ ლინკს, აუთ გამახსენონ. ხო და რავი მეგობრებო, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა მაგრად. აბა კარგად.